ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 40 დღე რჩება. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს პარტია გირჩი. ისინი კანდიდატს შიდა პარტიული პრაიმერისით აირჩევენ. არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში. არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას. როცა არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუციები, როცა ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და როდესაც დიქტატურა ყარდება, სამშვიდობიანი პროტესტის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს ფიზიკურად, ეს ყველას კარგად ესმის, გარდა იმ ოპოზიციური ჭყალებში ძალებისა, რომელთაც უბრალოდ არც აქვთ ამის თავი, ან სხვადასხვა მიზეზები არსებობს, რის გამოც ისინი ამჯობინებენ იყვნენ სისტემური ოპოზიცია და არ იყვნენ რეალური ოპოზიცია. პარტიების მხრიდან, რომლებიც არ ემხრობიან არჩევნებს, ამ პარტიებმა შეწყვიტონ შეფასებები და გვითხრან, რა დღის წესრიგს თავაზობენ საკუთარ ამომრჩეველს ბოიკოტის პირობებში და როგორ ებრძვიან დღესდღეობით რეჟიმს, რა ინსტრუმენტებით და როგორ აპირებენ, რომ საბოლოო გამარჯვება მოიპოვონ და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის მდგომარეობის გაუჯობესებისთვის რას აკეთებენ. ამაზე უნდა ისაუბრონ და არა შეფასებებში შევიდნენ და შეაფასონ კონკრეტული კანდიდატები. მათ უნდათ ეხლა რომ ქართველი ხალხი დააჯერონ, რომ რაღაცა სერიოზული ერთობა შეიძლება შექმნა, რომელმაც შეიძლება რაღაცა მმართველობის სფეროში სიკეთე მოიტანოს. რატომ გონია მათ პატრონებს და მე აქ მათ აგენტურას რომ მართლა ასეთი სულელია ქართველი ხალხი, არ ვიცი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან ჭკვიანია ქართველი ხალხი და მიიღებს შესაბამის დასკვნებს და გადაწყვეტილებებს. 8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს. მათი თქმით, აგვისტოს ბოლოს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებელი ვადა ეწურება. ხელისუფლება კი ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პარტიები დარჩენილ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავენ, რომ 13 სექტემბერს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბონ და პარლამენტამდე მარში გამართონ. მათი მთავარი მოწოდება ისაა, რომ რუსული რეჟიმი საქართველოს არ წარმოადგენს. მოგმართავთ ყველას განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა. ძვირფასია და ვინც პატივსცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდე ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართულ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთიც განიხილავს. ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და თვლის, რომ საქართველო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან იზოლირებულია. ევროპარლამენტში ვერ მიიღწა კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები დაწესებულიყო ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებმაც იძალადეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ამის გამო შემოვიდა დღის წესრიგში ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი და ეს არის უმძიმესი დანაშაული ქართული ოცნების მხრიდან. ეს არის ფაქტიურად მოღალატეობრივი ქმედება, იმიტომ რომ კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა არის. ისინი ყველაფერს აკეთებენ ახლა იმისთვის, რომ იზოლირება მოახდინონ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის მხრიდან და პირისპირ დაგვტოვონ ოკუპანტ რუსეთთან. 31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენ
ევროპულ დღის წესრიგთან. არც ერთი სამართლებრივი განაწესი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია თეორიულადაც კი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. და ახლა თუ უბრალოდ ადგები და ცუდ ხასიათზე ვარ და არ მომწონხარ და ამიტომ ვაუქმებ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვით, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა. კობახიძის თქმით, მდინარაძის კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. მანამდე სუსის უფროსმა ანდრიო ხანაშულმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკადრო გადაადგილებები მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება და ეს ყველაფერი ქართულ ოცნებაში არსებულ შიდა პარტიულ დაპირისპირებაზე მიუთითებს. მაგალითად, ანრის თუ მონაცემები მიქონდა კობახიძესთანაც, ბიძინასთან ერთად, აი ხლა არ მიუტანენ კობახიძეს და მარტო ბიძინას მიუტანენ თვალთვალის მოქალაქეების თვალთვალზე ამ ინფორმაციას. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ადევნებს თვალყურს იმ საკადრო წმენდას, იმ საკადრო გადაადგილებას, რომელიც ხდება ივანიშვილის ბანდის შიგნით და არჩება შტაბ-ეჭილება, რომ ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ვერტიკალის გასწორებას, ვერ ახერხებენ დალაგებას, სტაბილიზაციას რეჟიმის. ივანიშვილის ბანდა უბრალოდ ვერ სტაბილიზირდება, ვერ ლაგდება, ეს კლანური ბრძოლები კიდევ უფრო ასუსტებს რეჟიმს და განაპირობებს იმას, რომ თუნდაც იმ თანამდებობაზე, რომელზეც 6 წლით უნდა ირჩევდნენ კადრებს, ფორმალურად ირჩევენ რამდენიმე თვით. ეს საკადრო გადანაცვლებები არ ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, არც 5 თვის წინ და არც გუშინ არ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება კლანურ ბრძოლებს, კლანური გადანაცვლებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასევე ჩვენი ხალხისგან მოპარული ფულის განაწილების პროცესებს. ეს გადაადგილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფუნდამენტურად არაფერს არ ცვლის, რა თქმა უნდა, FSB-ს ერთ-ერთ დანაყოფად ჩამოყალიბდა სუსი საქართველოში, ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი ტრაგედია, შესაბამისად FSB მართავდა ჰენრიო ხანაშვილის პირობებში და FSB მართავს მამუკა მდინარაძის პირობებში. აქ განსხვავება არაფერში არ არის, მარტივ გასაზრებელია, რომ ანრიო ხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზუია ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. დაკავებული 8 პირიდან 3-ს ზუია ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით სახელმწიფო ბრალდებულებს ედავება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მოწმეების დაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვინაიდან არც ერთი მოწმე, არც ერთი დაზარალებული არ მიუთითებს და სახეზე არ გვაქვს ქმედება და ზიანთან მიმართებაში მიზეზ შედეგობრივი კავშირი. კადრში, სადაც სხვა პირებიც იმყოფებოდნენ თორნიკე გოშაძესთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ის პირები იყვნენ მონტაჟის კვალი იყო და წყვეტა იყო და შემდგომ ჩამატებული, ხოლო რასაც ქვია პოლიციელების მიმართულებით სრულა, პოლიციელების კადრი იყო ჩამატებული. ბრალდების მხარემ ვერ შეასრულა თავისი მტკიცების ტვირთი და საქმეში რაც არსებობს ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყვეტას ბრალდებულების სასარგებლოდ და გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდება ვერც ერთი პირის ბრალდებულება. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს და ვერ აკმაყოფილებს გონიურ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც სავალდებულო და აუცილებელია, რომ დადგეს გამომტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები, რომლებიც წარდგნენ სასამართლო პროცესზე, თითოეულმა მათგანმა თქვა, რომ ისინი ვერ ამბობენ დადასტურებულად, რომ ვეფხია კასრაძის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მიიღეს რაიმე დაზიანება. საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 44 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ
პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს. აღნიშნული სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ. პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბრალდებულების ნაწილის პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს თბილისში საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ბლაგვის აგნის გამოყენებით ბრალობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც ქალაქ თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოს და ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავის სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე დაეხმარებოდა თბილისის მერიის მიერ დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70,000 ამერიკული დოლარი. 2025 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10,000 ამერიკული დოლარი, რომლის გადაცემისთანავე ისინი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქალაქ თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოს და გლ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე დაეხმარებოდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70,000 აშშ დოლარი. 2025 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვეს 10,000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება. ღაზაში ნასერის ჰოსპიტალზე ისრაელის იერიშ სულ მცირე 15 ადამიანი, მათ შორის 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა. დაღუპული კორესპონდენტებიდან ერთ-ერთი სააგენტო როიტერსისთვის ოპერატორად მუშაობდა. ასევე დაჭრილია როიტერთან კონტრაქტით მომუშავე ფოტოგრაფი. უკრაინული მედია დაზორვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ლიმანის მიმართულებით ნოვო-მიხაილოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს. მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზორვის მთავარ სამმართველოს აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის ძალებმა, კერძოდ ქვედანაყოფმა არტანმა და მესამე სადესანტო ბრიგადის მეორე სადესანტო ბატალიონმა განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სოფლები ზელენი, გაი, იხაილოვკა და ვლადიმიროვკა გაათავისუფლეს.